რადიო ცენტრი ანალოგიური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე მიგრაციის პერიოდში დროებით პარალელური მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლობის არხების ავრცელებდა ორ ეროვნულ ტელემაუწყებელს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და შპს ტელეიმედი. იმ ადგილობრივ ტელეკომპანიებს, რომლებმაც უარი თქვეს ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად რადიო სიხშირული სპექტრით სარგებლობის უფლების მინიჭებაზე ზემოთ აღნიშნული ტელეკომპანიები დღეს საზოგადოებისთვის ღია ეთერით ხელმისაწვდომია. 12 ოქტომბერს 10 საათზე შპს რადიო ცენტრის მულტიპლექს პლატფორმიდან გამოირთვება აღნიშნული ტელევიზიების სიგნალი. ამ ტელეკომპანიების ღია ეთერით ციფრული სამაუწყებლო ქსელით გავრცელებას შპს სტერეო პლუსის ქსელი უზრუნველყოფს. ამოიწურა პარალელური მაუწყებლობის ვადა, კერძო მულტიპლექსი ფუნქციონირებს, აქედან გამომდინარე აღარ არის საჭირო ორ მულტიპლექსში ვრცელდებოდეს ეს არხები პარალელურად, აქედან გამომდინარე 12 ოქტომბერს 10 საათზე ტელერადიო ცენტრი გამორთავს ამ ტელეკომპანიებს.